ბავშვებო, გამარჯობა ჩემო ძვირფასებო, მე ვარ ბეგო. გამარჯობა, მე ვარ ირაკლი. ირაკლი, როგორ ხარ? კარგად შენ. აუ, არაჩვეულებრივად, რა არის ეს რა ლაბირინთებიანი თამაში არის შენს ლეპტოპზე, რა ხდება? თამაში ესეთი ლაბირინთი. ესე იგი გამოვიცანი სახელი ლაბირინთი, აუ, რა მაგარი სახელია, ლაბირინთი. აუ, მოდი რა გვაჩვენე რა თამაშია. ემძვარი დროშას რომ დავაჯერ. მიდი. აქ ჩვენ ვართ ესეთი პერსონაჟი, თვალი. და შეგვიძლია ვამოძრავოთ ის ისრებით, აქეთ-იქით. ჩემსავით პერსონაჟია, ხო, თვალია, რა მაგარია. აქ არის რამდენიმე წინამდებობა ეს როგორ თქვა, მექანიზმი, რომელიც ტრიალებს და ეს შეიძლება ვთქვათ ლიფტი. არ უნდა შევეხოთ ჩვენ არც ერთს, თორემ აუ, რაცნელია, არ უნდა შევეხოთ, ხო? არა, თორემ აი რა მოხდება. თავიდან მოხდებით სტარტზე ისევ. ამაზეც იგივეა. სტარტზე მოხდებით ისევ, ხო? ხოლო თუ გავივლით, ვაიმე. თუ ბოლომდე ესე გავივლით. მიდი ირაკლი, მიდი, მე შესკენ და აქ პორტალში თუ მოხდებით. ირაკლი, გაიარე ირაკლი. გავიმარჯვეთ. გავიმარჯვეთ. მოდი მუსიკა იყოს რა. აკარი აი რა ხედავ, მე რო ვიყავი შენი გულში მარტკივარი, მოიგე. ძალიან კარგი. აუ, ბავშვებს ვაჩვენოთ ეს არაჩვეულებრივი თამაში როგორ გააკეთე? კი. მოდი ვნახოთ. დავიწყოთ. ეხლა ამ თამაშის გასაკეთებლად ჯერ უნდა დავხატოთ ფონი ჩვენი. გადავიდეთ აქ ფონებში. და აქ რავი, შევსება შევარჩიოთ თქო და ეს რამე ესეთი ფერი იყოს. მე მოდით ესეთი გავაკეთოთ. კონტური არ ჭირდება ნამდვილად. აქა დავხაზოთ კიდევ ერთი ცალი. კიდევ ერთი აი აქა ასე. ნუ აი აქა. აქა ასევე. და აი აქა. ახლა სამდაგვარი რომ უნდა გამოგივიდეთ ჯობია. უმენს. ეხლა კიდევ მოდი დავხაზოთ ერთი, ნუ დავხაზოთ როგორ, დავხატოთ. აქ ფუნტში გადავიდეთ და აქ ავარჩიოთ 20%. ანუ რომ დიდი იყოს ცოტა. აი აქ დავშვათ წერტილი. და აი აქ. აი ეს. ეხლა მე კატა არ წამიშლია. ეხლა კიდევ ერთი პერსონაჟი გავაკეთე და თვითონ ჩვენი ლაბირინთის კაცუნა. ანუ თვითონ ის კაცუნა, რომელიც ივლის რა აქეთ-იქით. ესეთი კვადრატი დავხაზოთ. შემდეგ აქ ავარჩიოთ თეთრი ფერი. კიდევ ერთი ცალი შავი. ეხლა ავარჩიოთ აქ თეთრი ფერი. კონტურში მივცეთ დაახლოებით ერთი, იყოს 5. და დავხაზოთ აქ ესეთი კვადრატი. არ 5 მეტრის მეტი. სამ. და დავხაზოთ აქ ესეთი. ალგორი კიდევ ერთი. ეს გავავიდოთ. მე ასეთი. ეხლა ეს გადავიტანო და გადაც ცოტა დავაპატარავთ. 70% იყოს. და ახლა დავწეროთ მისი კოდი. როდესაც ვაჭერ მწვანე დროშას გადადი იქ საკ და აქ, სადაც დავდგები მოკლედ ეს პერსონაჟი. და ეხლა ბრუნვის წესი და აქ ავარჩიოთ ბრუნვის გარეშე. ანუ დახედეთ. ეხლა ამის კოდს რომ დავწერთ, მე აგიხსნით რატომ გავაკეთეთ ეს ბლოკი. სათვიდანს ნიშნავს. მუდმივად თუ ღილაკი
და ის არის ზევით დაჭერილია. მაშინ მეუთითე მიმართულებით და აქ 0 გავურჩიო და ეს. მე აქ ზემოთ ანუ 0 მიმართულებით და გადადგი 5 ნაბიჯი. ანუ ეს პერსონაჟი ეს ზემოდივლის. ეს დავაკოპიროთ კიდევ 3-ჯერ. და აქ ჯავსვათ. ის არის ქვევით, აქ ავურჩიოთ 180. ეს არის მარჯვნივ, აქ ავურჩიოთ 90 და ის არის მარცხნივ. და აქ ავურჩიოთ -90. ერთმანეთს შევუერთოთ. და ბოლოს ესეც შევუერთოთ. ეხლა ჩვენი პერსონაჟი ესე აქეთ-იქით დადის. ნებისმიერი აქ, ბოდიში აქ უნდა ავურჩიოთ მარცხნივ. ეს და ჩვენი პერსონაჟი აქეთ-იქით დადის. სადაც დავარჩერთ. უბრალოდ ჩვენი პერსონაჟი ახლა კედლებში ესე გადის და შეგვიძლია უბრალოდ რომ გავიდეთ ესე კედლებში და აქ პორტალი რომ იქნება მერე, უბრალოდ შევიდეთ და ეგრევე მოვიგებთ. უინტერესოა რაღაცნაირად ესე. ამიტომაც კიდევ ერთი ესეთი კოდი დავწეროთ. თუ ეხება ფერს და აქ მე აუჩიოთ ესეთი ღილაკს აქ დავაჭიროთ და აქ მიუთითოთ ესეთი ფერი. თუ ეხება ფერს ანუ ამ ფერს იმოძრავე, გადადგი -5 ნაბიჯი. ეხლა ეს დავაკოპიროთ კიდევ 3-ჯერ. და თითოეული ჩავსვათ აქა და აქ. ეხლა ჩვენი პერსონაჟი უბრალოდ ვერ გავა კედლებში. აი ეს. ეხლა წინააღმდეგობები გავაკეთოთ. გავაკეთოთ კიდევ ერთი სპრაიტი. აქ დავხაზოთ უბრალოდ ესეთი მართკუთხედი. და ბოლოებში დავხაზოთ ესეთი დაბოლოებები. რომ გამოვიდეს მონაკვეთი. ანდერც ამას დავაკოპიროთ მოდით. ეხლა ცოტა დავაპატარავოთ მოდით. და მოდით ეხლა მიუთითოთ აქა. ჯერჯერობით მაინც რომ გამოვცადოთ, მოდმივად მოძრაობაში მობრუნდი 5 გრადუსით. ნახოთ ესე. ესე ყველაფერი კარგად არის ახლა. მოდით. ხო, ესე გამოვა. ეხლა როდესაც ვაჭერ მწვანე დროშას, გადადი იქ აქად და იქ ამაში და სულ იმოძრავე აქეთ-იქითო ეს. ეხლა ჩვენს კიდევ პერსონაჟში დავწეროთ კიდევ ერთი კოდი, პატარა. ოღონდ წინასწარ მოდით დავუხოთ ესეთი ხმა. აქ ჩავწეროთ crunch. ესეთი ხმა არის. როდესაც აჭერ მწვანე დროშას მუდმივად თუ და მაშინ თუ ეხება ფერს და აქ უბრალოდ ავურჩიოთ შავი დავაკოპიროთ ეს X და Y ჩავსვენ აქა გადადი X აქ და აქა Y-ში და დავუკარი ხმა crunch და სრულებამდე ეს რომ მოხდა შევახეთ ამ ფერს თავიდან ბრუნდებით. ეხლა მოდით დავხაზოთ ჩვენი პორტალი. აქ უბრალოდ შეგვიძლია მიუთითოთ აქ ესეთი მწვანე ფერი უბრალოდ. ღია. ოღონდ ეხლა გაგვიშთა ახალი პრობლემა. თუ ჩვენ ვარ პორტალამდე
და მას შევეხებით. გავჩნდებით აქ თავიდან, იმიტომ რომ მისი კონტური არის შავი. ამიტომაც მაუსით გადავიდეთ და გავურჩიოთ ფერი ცოტა ღია. აი ესეთი. მოდით ახლა ვნახოთ მაინც. ნუ ხო არაფერი არ ხდება ჯერჯერობით. ან ჯერ მოდით პორტალის კოდი დავწეროთ მაინც. როდესაც აჭამს დროშას, გადადი X ამაში და X ამაში, ნუ Y ამაში გამოჩნდი და გადადი უკანა შრეზე. მოდით კიდე რაღაც ეფექტები ისეთი დავუმატოთ. გონდით. პორტალი რაღაც პორტალს რომ უბრალოდ გავს. მაინც. ეხლა ჩვენი კაცუნას კოდი. თუ და მაშინ თუ ეხება სპრაიტს ამს მაშინ მანქა გადავდგა აქ ის რეალი ერთი წამი ანუ აქ თავისი დაყენდება X და Y მერე ასევე ხო კიდე ერთი ხმა უნდა აუჩიოთ აქ ტელეპორტი იყოს თქვენ აქ კიდე სამი ტელეპორტია ესეთი შეგიძლიათ არჩიოთ ნუ მე ეს მომწონა დაუკარი ხმა ტელეპორტორი დასრულებამდე შემდეგ იცადე აქ 0.4 წამი აქ გადაიცი შეტყობინება შენ გაიმარჯვე და შემდეგ მართვაში გააჩერე ეს სკრიპტი მოდით ნახოთ მაინც რა ხდება ახლა რა როგორ გამოვიდა ჯერჯერობით და მოდით ახლა გავუკეთოთ კიდევ ახალი წინააღმდეგობა და დავხატოთ ესეთი უბრალოდ შავი კუბი კონტურის გარეშე ეს წინააღმდეგობა უბრალოდ აქეთ-იქით ისრიალებს ესე დავხატოთ ესეთი მართკუთხედი შუაში მივიტანოთ ეხლა აქ ისე ასევე დავამატოთ აქ ხაზი დავამატოთ მოდით აი ეს აი ეს ეხლა ეს ცოტა დავაპატარავთ მე ხოლმე აქ ხმებში კიდე ავუჩიოთ ესეთი ხმა აქ მე ჩავწეროთ მე shine აი ეს როდესაც ვაჭერ მწვანე დროშას დააყენე ხმის სიმაღლე 100% დადი X ამაში და Y ამაში შემდეგ მუდმივად ის რეალი X ერთი წამი არა 0.4 იყოს X 163-ისკენ და Y იყოს მოდით აქ 13 შემდეგ დავუკარი ხმა მე shine დასრულებამდე დავაკოპიროთ და უბრალოდ აქ X-ში ჩავსვათ 26 მოდით ნახოთ აი ესე და ეხლა დავწეროთ როდესაც ვიღებ შენ გაიმარჯვე დააყენე ხმის სიმაღლე 0% დავხაზოთ კიდევ ერთი სპრაიტი ეს უკვე გამარჯვების ესეთი მწვანე იყოს კვადრატი
და ჩავწეროთ შიგნით. შენ გაიმარჯვე. და აქ მივუჩიტოთ მოდით x და y-ში 0-დან 0. როდესაც ვაჭრობ წონი დროშას, გადადი x 0-ში და y 0-ში. შემდეგ დაიმალე. გადადი წინა შრეზე. შემდეგ მართვაში მუდმივად. გარეგნობაში მე შეცვალე ფერი ეფექტი და გავარჩიოთ 3. და ესეთი ეფექტი ანუ იქნება ეს ლამაზია ის. ეხლა როდესაც ვიღებ შენ გაიმარჯვეს გამოჩნდა. ხმებში გადავიდეთ და ავჭიოთ ესეთი ხმა. აი, პირდაპირ ციკლებში გადავიდეთ და აქვე არის. მეცემ. ეს. ესეთი არის ესეთი მუსიკა. როდესაც ვიღებ შენ გაიმარჯვეს და უკარი ხმა, ეს ჩვენი მუსიკა. მოდით ნახოთ ახლა რა გამოგვიგდა. ყველაფერი მუშაობს. ესე. ირაკლი, ხო, გაკვირვებული ვარ ცოტათი რა. რატო? აი წინა გადაცემებში მე ძალიან გაკვირვებული ვყავი. ახლა უკვე მივეჩვიე რომ შენ ძალიან მაგარ თამაშებს აკეთებ რა. აი ყოჩახ. ესე იგი კიდევ რაღაცა საინტერესო თამაშები გველოდება წი? კი. აი მე როგორ მაინტერესებს. მოდი სწრაფად დავიშვიდობოთ ბავშვებს, რომ ახალი თამაშით მალე დავუბრუნდეთ. ნახვამდის ბავშვებო. კარგად.